თუ რამდენი ღილაკებია რა არის Nokia? შენ ახლა იცი რას უნდა დააჭირო? კი. ო, ძალიან კარგი. ეხლა რამე ისეთ ორ ღილაკს არ დააჭირო, თუმცა სკრინშოტი რო გააკეთო და ინტერნეტში გამოგჭიმოს იცოდე. კაი, მაცადი ახლა. მოგესალმებით ჯოფასო მეგობრებო, თქვენი იმყოფებით. ER Belkania-ს ავიაღაზების ბორტზე ვასრულებთ რეის წალენჯი ხა პარიზი. მოდ ვასრულებთ კი არა, ახლა რაღაც პროცესში ვარ. მე გახლავ ვარ ჟან-ჟაკ Belkania, კაპიტანი და ამბოჩნებელი სამეურნეო საბჭოს ჰედი. ჩემთან ერთად მოგემსახურებათ ჯერჯერობით არ შემდგარი პილოტი ბატონი რენდომი. ფრენის განმავლობაში შემოგთავაზეთ ელარს, გებჟალიას და სხვა გამაგრებელ სასმელებს. ფასი ლარებში გადახდა ევროში. ეს ყველაფერი ინგლისურად არ მათქმელოთ, თუ გიყვართ ძალიან გთხოვთ. რაც შეეხება ეკონომ კლასს, თქვენ ბატონი რენდომი მოგმართეთ, ვიდი რენდომი. მოგესალმებით ძვირფასო მგზავრებო. თუ რა ძვირფასო ეკონომ კლასი მეთქი ვერ გაიგონე? ძვირფასო კი რა შემოგევლეთ კიდე. აბა როგორ დავიწყო? სიტყვებით ილავირი. ამ ხელა ბოინგის ლავირებ ჰაერში ბოლოს და ბოლოს. მოგესალმებით მგზავრებო. თქვენ იმყოფებით ER Belkania-ს. შენ ახლა მაჯავრებ თუ რას აკეთებ ვერ გავიგე. პაროდიას აკეთებ, პაროდიის თეატრი მოხდ ბოინგი აქ. თუ შემიდა შემოგვედები გზა კიდე გაიფრო ჩემ ხარჯზე. და შენ ის ტყები გაურიე. გარეთ მშვენიერი ამინდია? შენ პილოტი ხარ თუ სინოპტიკოსი გამაგებინე. ვიმყოფებით 10000 მეტრის სიმაღლეზე? გიჟებ, შეიძლება ვიღაცა სიმაღლის შეშეგ და რატო აპანიკებ? შენ ახლა ისე დუიზავრო პარიზიდან უკან მარტო მეტ ავტოპილოტ დავბრუნდეთ უკან. აბა რა გავაკეთო? მომისმინე პირველ რიგში? შენ ხო იცი რომ მე ტყუილს არ ვიტყვი. მithumetes აგერ რუბლებში. ხო. აფრენა, დაფრენა და გზა შენ მართე? თუ ეფრანაივი? დანარჩენს მე მიხედა. აი. შედავდით. ყვარას თამაშზე ხომ მივდივართ? აბა ბიჭო, რის გამო დამიშნე წალენჯიხიდან რეისი? თორე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მეხვეწებოდა. არ დანიშნო? არა, უბრალოდ ვიკითხე. იკითხე, ბევრი უნდა იკითხო, რომ ისწავლო. ხო, ვიდივართ ამას. ბიჭო, აბა შენ რა გონია, რომ შარლ-დე-გოლმა ანდერძი დატოვა, რომ Belkania დაფრინდეს ჩემ აეროპორტშიო? ხვიჭა, მაგარი და მაგიტო დამიშნეს რეისი. კი, ხვიჭა მართლა მაგარი ბიჭი, ახლა მაგარი თამაში ქონდა თასზე რა. მაღალი შეფასებას დაიმსახურა იქ ენრიკემში აქო. ნელ-ნელა თამაშდება. შეხედა მაინც გამომტყვა თამაშის ბილეთი. ეს გოლი დაგვიგვიან და ცოტა მაინც რა. შემომტყვა უკან. რას არ ვამბობ? ნეტა მონაკოსთან გაიტანდეს თუ ნეტაო გამაგია. ეს ახლა მეწოდება თვითმფრინავი რომ ახალი გამოყვანილი იყოს ცენტრიდან, თორე დავამოხრუჭებთ და გადაგაგდებდი იმას ჭაკია. რა ქვეყანა ეს? რა ქვეყანა სლოვენია. ხო, სლოვენიას გავს. სლოვენიაში. და უგურ შემოდგე მე მარიბორს. ეს ეს მაგიბრად. აი, საერთოდ აღარ ამოვიღებ ხმას. კაციზა. ძვირფასო მგზავრებო უახლოვდებით ტურბულენტურ ზონას, გთხოვთ დაბზანდეთ და შეიგრათ უსაფრთხოების ღვედები. არ უახლოვდებით, საიდან მოიგონე? იცი კაცო საპირფარეშოში მინდა და რიგი რო არ დავხდეს მაგიტო. ძვირფასო მგზავრებო შავფრინდით პარიზის საერთაშორისო აეროპორტში, უკან თამაშის მერე რო დაბრუნდებით, კვარა რო გოლს გაიტანს, კაი ხასიათზე ვიქნები და ამიტომ ჩაი იქნება უფასო. შაქარი დაემატება დუბლის შემთხვევაში. ჩაი მე ჩემხდება? შენ დუღარე. 8 თებერვალს პარკ დე ფრენსზე ლიგა 1-21 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში PSG მონაკოს უმასპინძლებს. შეხვედრა ჩვენი დროით ღამის პირველი 5 წუთზე დაიწყება. PSG-ს ამჟამინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად მონაკოს ღამეს უთენებს. PSG პირველ ადგილზეა, მონაკო კი მესამეზე. გუნდებს შორის სხვაობა 13 ქულაა. თან PSG ტოპ 5 ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონატში მარცხი არ აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მონაკო უშანსოდ ნამდვილად არ არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აგერ მაგალითად დემბელე 14 გოლით ლიგა 1-ის ბომბარდირია. 4 შაბათს თასზე PSG-მ ქვედალიგელი ლემანი 0-2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კვარამ შეუცვლელად ითამაშა და კარგი შეფასებას დაიმსახურა. ერთ მომენტში მან ჰაკიმი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მაროკოელმა გოლი ვერ გაიტანა. არადა ისეთი მაგარი პასი იყო, რომ მაგას ბარსაში მოთამაშე დემბელეც გაიტანდა. დაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას ბიტბურგერთან ერთად. PSG-ს და მონაკოს ბოლო 10 ურთიერთდაპირისპირებიდან 5 PSG-მ მოიგო, 3 მონაკომ, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში PSG თამაშის საშუალოდ 8 ჯერ ურტყამს კარში. მონაკო კი 13 ჯერ ჯარინდება. PSG თამაშის საშუალოდ 7 კუთხურს აწვდის, მონაკო კი 2 ჯერ ხდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია კვარას გოლიან ასისტი. სულ 3 შეხვედრა ჩაატარა PSG-ს მაისურით კვარამ, პირველში ასისტი გაიფორმა, მეორეში გოლთან ძალიან ახლოს იყო, მესამეში ასისტთან იყო ძალიან ახლოს და უკვე ნელ-ნელა მიუახლოვდით იმ მომენტს, როცა ასისტით, გოლით ან ორივეთი ერთად უნდა გაგვახაროს მისი გულშემატკივარი. ჩემი პროგნოზია PSG-ს კუთხურების მეტი. ამ მაჩვენებლით PSG ლიგა 1-ში საუკეთესოა, რადგან საკმაოდ სწრაფი ფლანგის შემტევები ყავს და ვფიქრობ, ამ ფლანგის შემტევების აქტიურობას მეტი კუთხური უნდა მოყვეს PSG-ს მხრიდან.